არის ფასდაკლების დრო, C არ იცდის. ამ სლოგანით გამართული C ჰეპატიტის პრევენციისა და მკურნალობის გაიაფებისკენ მიმართული კვირეული გუშინ ბათუმში აქცია კონცერტით დასრულდა. C ჰეპატიტით ინფიცირებულებს სოლიდარობა მუსიკალურმა ჯგუფებმა, კუნგ-ფუ ჯანკმა, ლაუდსპიკერ და კიდ ჯისისმა, ასევე ცნობილმა სახეებმა გამოუცხადეს, რომლებიც თავადაც აღმოჩნდნენ C ვირუსის მატარებლები. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ფარმაცევტულ კომპანიებს დაავადების სამკურნალო პრეპარატები გაიაფონ, რათა იგი ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს. ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები თბილისში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში ზიანის შემცირების ქსელის ღია საზოგადოება საქართველოს და პაციენტთა ორგანიზაციების ჰეპაპლიუსისა და ჯიპაკის ორგანიზებით გაიმართა. ბოლო მონაცემებით საქართველოში C ვირუსით 200,000 ადამიანია ინფიცირებული. C არ იცდის, C ვირუსი მიდის და ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება სამწუხაროდ. დღეს ერთი ჩვენი ახლობელიც გარდაიცვალა, წეღან შეგვატყობინეს ზუსტად ამ დაავადებით. ამიტომ სანამ ჩვენი ბევრი თანამოქალაქე გამუქლებია, დრო არის უკვე მოქმედების და მე იმედი მაქვს ეს აქცია იქნება ზუსტად ის ტრამპლინი, საიდანაც უკვე ხვალ და ზეგ დაიწყება ჩვენი მოქალაქეების მკურნალობა და გამოჯამრთელება. საქართველოში, სადაც ამდენი თურმე ავადმყოფი ყოფილა, რომლებიც არ იციან რომ ავატარია ძალიან ბევრმა, ისევე უნდა კურნალობდნენ როგორც მთელ მსოფლიოში. იმიტომ რომ საქართველოს რა დააშავა, ეხლა არა ვართ ისეთი მდიდარი ხალხი, რომ 10,000-ები ვიხადოთ ამ რაღაც პატარა დაავადებაში. ჰეპატიტი დაავადებულ ხალხს დავეხმაროთ და სიცოცხლე ვაჩუქოთ, იმიტომ რომ მათში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი და მით უმეტეს ახალგაზრდა თაობაში, რომელსაც შემდგომში აქვს ძელი ცხოვრება გასამ. პირველ რიგში უნდა ახალგაზრდები და მძიმე ავადმყოფები დაფინანსდნენ.